ჩვენი გადამღები ჯგუფი ასპინძას ესტუმრა, სადაც ქვევრის ლუდს ამზადებენ. ზაზა ზედგენიძე მცირე საწარმოში დამზადებული ლუდის გაყიდვას გაზაფხულიდან გეგმავს, უფრო დეტალურად ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ეს ქვევრი ჯერ ცარიელია, მაგრამ ლუდის ფერმენტაციისთვის მზად არის და ცოტა ხანში მომხმარებელი ქვევრის ლუდს ასპინძიდან გაიცნობს. ეს უკვე სავსე ქვევრია, ცარიელ და დატვირთულ ქვევრებს შორის. თიხის ჭურჭელს ასპინძაში რამდენიმე თვის წინ გახსნილი ლუდის მცირე საწარმოს მფლობელი ნელ-ნელა ავსებს. ჩვენ ახლა პირველ რიგში ვიღებთ ალაოს, რომელიც არის ჩამოტანილი გერმანიიდან. არის ერთ-ერთი საუკეთესო ალაო, რაც გერმანიაში მზადდება. აქ არის უკვე 4 სახის ალაო შეზავებული, კუპაჟია გაკეთებული და ვიწყებთ ლუდის კეთებას. ლუდი ერთ ქვაფში იხარშება, რომელიც ზაზა ზედგენიძემ ლუდის ჩამოსასხმელ მაცივართან და ალაოს საფქვავთან ერთად სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში დაფინანსებით შეიძინა. მეწარმეობის სააგენტომ 10,000 ლარით დააფინანსა. მისი კონტრიბუცია კი უკვე 10,000 ლარს აჭარბებს. აწარმოეს ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევიძინეთ ეს ლუდსახარში ქვაბი, ეს 50 ლიტრიანი, თავისი კომპლექტაციით, თავისი გამაცივებლით, რომელიც არის გათვლილი 50 ליტრა, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში შეუძლია 4 ლიტრა, ისა 50 ליტრა ლუდის მოხარშული ლუდის წარმოება. შემდეგ ეს ალაო გადაგვაქვს ქვევში, სადაც ხდება მისი ფერმენტაცია, დაახლოებით ასეთი ფორმით, ასეთი სახით. ალაოს გერმანიაში ყიდულობს, თანამშრომლის დახმარებით ქვავს და ხარშავს. ერთი დღის განმავლობაში ამ საწარმოს 200 ლიტრი ლუდის დამზადება შეუძლია. მას შემდეგ რაც დასრულდება ფერმენტაცია ქვევში, მე ლუდი გადაგვაქვს უკვე ავსში, სადაც დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ვაჩერებთ 5 გრადუს ტემპერატურაზე, სადაც ხდება ლუდის მომწიფება. მე შემდეგ გადმოვაქვს ეს ბოთლებში, ვამატებთ თვითონ ამ ალაოსგან მიღებულ ტკბილს შესაბამისი დოზით და დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ხდება ამ ბოთლებში ბუნებრივად დაგაზვა. ახალი ბრენდი ქვევრის ლუდი ჯერჯერობით მომხმარებლამდე არ მისულა. ამ ეტაპზე პრიორიტეტი მარაგების მობილიზებაა. ადგილობრივი ბაზარი კი ასპინძაში ჩამოსხმულ ლუდს სავარაუდოდ მაისიდან გაიცნობს. ჩვენი სამიზნე ბაზარი არის ადგილობრივი ბაზარი და ვინაიდან ეს რაიონი ზაფხულის განმავლობაში არის ძალიან დიდი რაოდენობა ტურისტები ჩამოდიან ზაფხულში. ვფიქრობთ, რომ ვარძიაში გვექნება რამოდენიმე ადგილი, სადაც მოხდება ამ ლუდის პრეზენტაცია გეგმოთ, ასევე თბილისში რამოდენიმე ადგილზე გქონდეს ეს სარეალიზაციო ცენტრი. ქვევრის ლუდის მიზანი ჯერ მხოლოდ ბაზარზე ძალების მოსინჯვაა. გაზაფხულამდე კი თბილისს და ამ ლუდს მცირე მეწარმის ეზოში მხოლოდ ზამთარი და ალაგ-ალაგ თოვლი აერთიანებს.